გამარჯობათ, მოგესალმებით ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ჩვენო საზოგადოება მთლიანად. დღეს თქვენს წინაშე ვიქნებით კვლავ სამივენი 50 წუთის განმავლობაში, შეიძლება ცოტა მეტიც. ბატონები გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე თაუბერი კაპანაძე. მესმის და გვესმის ძალიან კარგად, მეგობრებო, რომ დრამატიზაცია არაკლია ისედაც ჩვენს გარშემო და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ყოველთვის ახლა ეს გეოპოლიტიკური ვექტორების ცვალებადობა და სახეცვლილება დღეს აშკარაა, გარკვეულწილად მეთოდოლოგიური კუთხით. შესაძლოა პარადიგმა მეტწილად იგივეა და ნამდვილად იგივეა, მაგრამ მეთოდიკის მრავალფეროვნებაა, ხო? და ამ მრავალწახნაგოვანებაში, ამ მრავალფეროვნებაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა რა გვაღელვებს თუ არა ჩვენი ქვეყნის ბედიღბალი. ნამდვილად არაკეთილსაიმედოა პროგნოზები და სწორება ყოველთვის გარეთ ისე რომ შიდა საკითხები არ გქონდეს შენ ელემენტარულად მაინც ემპირულად ასე ვთქვათ მოგვარებული, რა თქმა უნდა ჩიხში შემყვანია ყოველთვის. ამ რყევებს ახლა პოლიტიკურ სოფლიო რყევებს დამეთანხმებით, ხო? როგორ შეიძლება გაუძლოს ქვეყანა? ეს მცირე ზომის იქნება თუ დიდი ზომის, ხო? სახელმწიფოები მეტნაკლებად. იცით, ან მით უმეტეს ისეთი ქვეყნები, რომლებიც სახელმწიფოდ ვერ შედგნენ თავისი სახელმწიფოებრივი მახასიათებლით სამწუხაროდ და ვიცი, მაყურებელს ენიშნა ახლა ძირითადად რა სატკივარზე მიუთითებთ მე. ამას ყოველივეს მედგრად შეხვდება და წელში გამართული შიდა პრობლემებზე ორიენტირებული სახელმწიფო. ინსტიტუციები რომ წყობში აქვს, ეკონომიკა, შიდა წარმოება და ასე ვთქვათ ავტონომია აქვს რა მეტად და რა თქმა უნდა ეკონომიური ასე ვთქვათ თვითმყოფადობაც გააჩნია, რადგან მას აქვს ამ კუთხით განვითარება შესაბამისი. და ამ კუთხით და ამ პრიზმაში რომ გავხედოთ ახლა ამ ყოველივეს ჩვენი ქვეყანა ძალზედ უსუსურ და უმწეო ვითარებაშია, რა თქმა უნდა, ხო? ძალზედ უმწეო ვითარებაშია და აქედან გამომდინარე, იცით რა, როცა არაფერი თითქმის თავის ადგილზე არ ადგას. არ არის ასე ვთქვათ და ამ ფონზე ემიგრაციის რიცხვი განსაკუთრებულად გადინება, განსაკუთრებულად იზრდება. ხო, ეს რაზე მეუთითებს, ხო, აბსოლუტურად ყველაფერზე. როცა შენი ქვეყნის მოსახლეობა ლამის შრომით ემიგრანტად აქციო 100% ბატონო, ეს უკვე ლუსტრირებაა და მთლიანად ასე ვთქვათ წარმოაჩენს შენს ხელისუფლებას, ხო? თუ ხელისუფლებად წოდებულ რაღაც ჯგუფს. ასე რომ მათი გასვლის საფასურად ვიცით ჩვენ როგორ გადაივსო ჩვენი სამშობლო და განსაკუთრებით დედაქალაქი. ხო? ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ვუსურებ მე რა თქმა უნდა წარმატებას, ოღონდ არა ჩემ ქვეყანაში და ჩემი უბედურების ფასად, კაცო. ეს ხო ძალზედ მარტივია, ჩემო მეგობრებო, ხო? ყველას მოგმართავთ. ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა, ხო, ჩვენ სამეზობლოში, შორს თუ ახლოში ყოფების, ასე ვთქვათ, შემოგბრძანდებიან, აქ მკვიდრდებიან, ბატონო. აქ იძენენ ყველაფერს. აქ მარტო ლამის ხანიდან ან უფრო შორს ავიდეთ, ასე ვთქვათ, მცხეთამდე. აღარ წავალ ტყიბულისკენ და სხვადასხვა კიდევ ჩვენს რეგიონებში. ძირითადად აქეთ ვიტყვი, რადგან აქ უფრო სიმრავლეა ასეთი მოღალატეობრივი აქტებისა. 100%-იანი მაჩვენებლით რომ ვიმსჯელოთ ის ჰექტრობით მიწები, რაც კი არსებობს რა, მცხეთის ჩათვლით ასე ვთქვათ, აი კასპიდან ან თუნდაც ცოტა მოშორებიდან 80% არ არის ქართველის ხელში და არ არის სახელმწიფო საკუთრებაც შეიძლება ითქვას. ეხლა იქ რომ ლამის საუკუნით გასცენ
იჯარით ეს საუკუნით გაცემა 99 წლით იქნება ეს თუ იგივე საუკუნეა ეს ხო თვალებში ნაცდის შეყრა ეს ხო გასხვისებაა იქ ხო დამკვიდრებაა უცხოტომისა და თან იმ ფასად და იმ ფონზე როცა შენი თვისტომი გაედინება ბატონო ამ გაუსაძლისი ვითარებიდან დღეს თბილისი აღარაა ქართული ქალაქი კი არის საქართველოს დედაქალაქი მაგრამ და რა თქმა უნდა ქართული ხმა კვლავ ისმის ასე თუ ისე მაგრამ იცით რა იმდენად შედარებითია ყველაფერი რომ დღეს ეს ქართული ხმოვანება ძალზედ როგორ გითხრათ აი ბჟუტავი კვარივითა და აი ეს პროგრესი შემოდინებისა ხო უცხოტომელთა აი ეს თვალსაჩინოა დღითი დღე მატულობს ხო იცით ქართულ ხმას კიდევ მრავალგზის გავაგონებთ კაცო ჩვენს იმ ადამიანებს და იმ ქვეყნებსაც რომელთაც ქართული ხმის გაგონება არ უნდათ ეს ღვთის შეწევნით თავისთავად აქ ერთგულ მამულიშვილთა რიგი და რიცხვი შეიძლება შემცირდა თორე არ გაქრება არასდროს ჩემო ერთგულო ტელემაყურებელო და სწორედაც არანაკლებ ქართველებო რა ვიდრე ჩვენა ვართ რა ჩვენ არავის არ ვამეტებთ თავს არაფრით პირიქით თუ რაიმე გაგიკეთებია გიმსახურია ბატონო და ამით ნუ იტრაბახებ მსახურებაა ძირითადად ქართველობა შენი ქვეყნისა ღვთისა და მოყვასისა დიახ აი ამ კუთხით მამულიშვილებო მე ასე მოგმართავთ ვისაც კი რა თქმა უნდა ეხება ეს ყოველი ასე თქვათ სიტყვა ეს წინადადება იცით არიან ჩვენს ქვეყანაში კუთხეები გეგა თორნიკი აი ქალაქები დაბები გნებავთ რა ვიცი რეგიონებში ახლა სადაც არ უნდა გავიდეთ რომ შემწეობაზე სოციალურ შემწეობაზე ბრძანდებიან ხას უსვავ თუ როგორი სიდუხჭირია როგორი როგორი ეკონომიკური კოლაფსია რა შემწეობის მიღების რიგში არიან და ღებულობენ კიდევაც 50, 60-70%-იც კი იმ ქალაქისა თუ იმ დაბისა თუ საერთოდ იმ კუთხის წარმომადგენლობაზე მაქვს საუბარი ხო ეს სადაც ცხოვრობს ხო აი ეს ხომ ძალზედ დიდი ასე ვთქვათ ლუსტრაცია იმისა თუ აი რა ვითარებაშია ჩვენი ბედკრული არა ხშირად ვამბობ დღეკრული ქვეყანა თქვენი ჭირიმით ან რომელ ეკონომიკურ წარმატებაზე უნდა იცით შეიძლება ხელისუფლება იმდენად უგონო მდგომარეობა ეუფლება ხოლმე პატივცემულებო რომ მან ბევრი რამ თქვას მაგრამ ჩვენ როგორ თქვენ ან ვინმემ როგორ უნდა დაიჯეროს რომ ეკონომიკური ინდექსები აქვს იმდენად მაღალია ის 11%-იანი ზრდა თუ ასე შემდეგიც გესმით აი რომ ეს გვაძლევს სრულ უფლებას ბედნიერები ვიყოთ და თურმე აქ ჩვენი ქვეყანა წელში გამართული წინ მიიწევს რა ეს რომელ სამუშაო ადგილებზე საუბრობთ თქვენ შრომითი ემიგრაციაა მეთქი კაცო აღნიშნე და ან ჩემი აღნიშვნა რა თუნდა ყველამ კარგად არ ვიცით ბატონებო ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია დგას დემოგრაფიული ზამთარი რა აი ეს დიდი უბედურება რაც გარედან თავსმოხვეული პროექტებით გარედან მოღალატეობრივად თავსმოხვეული პროექტებით განახორციელეს ჩვენმა აი ხელისუფლებებმა რაც არ არის მხოლოდ ეს ბოლო 12-13 წელი ხო შევარნაძიდან დაწყებული თითქმის ყველა ხო თითქმის კი არა აბსოლუტურად ეს ერთი ასე ვთქვათ ხის რამოდენიმე ტოტია აქ არ იფიქროს ვინმემ სულ სხვაგან ჩაისახა სულ სხვა განვითარება პოვა და ონტოლოგია სხვა აქვს ამა თუ იმ ხელისუფლებას არა ბატონებო სისტემური ერთიანი ასე ვთქვათ სამართალმემკვიდრეობა ზნეობის კუთხითაც სამართალწარმოების კუთხითაც ერთნი არიან სამწუხაროდ ეხლა ერთმანეთს ეკინკლავებიან თუ ებრძვიან ეხლაც კარგად გამოჩნდა ვინ ვისი გასამართლებას მოისურვებს და 50,000-იანებით აჯარიმებენ ბანკირებს და ასე შემდეგ ხო აი ეს კიდევ ცალკე ფოკუსირდებით ამაზე გეგა ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა ამაზე საუბარი იცით რა
ეს ყველაფერი რატომ მოხდა, იცით? რომ აი მათი ეს მონური მსახურება დაფასდა და გადაუხადეს რა. ანუ ეს არ მოხდა მხოლოდ ესეთ პავლიკ მოროზოვული, ესე ვთქვათ, ჟინით და აღთქმებით, რომ მოკლავენ მამას, მოკლავენ დედას, თუ რა თქმა უნდა, მართველი ძალა ეტყვის ამას, ხო? თუ რეგულაციის მამები ეტყვიან ამას, ხო? აი ცოტა ესე პერიფრაზი რომ კი ბატონო, პერიფრაზი რომ გავაკეთოთ. ამიტომ ეხლავე ჩემო კარგო. ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტის თქმა მინდა. დიახ, აბა ეხლა ვეთქვით მაშინ. აი თქვენ შეეხეთ დემოგრაფიულ ზამთარს შრომითი ემიგრანტების საკითხს, როგორ გაედინება საქართველოსთან უამრავი ადამიანი და საქმდება სხვა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე შრომით პირობებზე და საინტერესოა რომ ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ცნობილმა ანალიტიკოსმა ბატონმა დემურ გიორხელიძემ ასეთი რამ განაცხადა რომ საქართველოში შემოსულია 500,000 მიგრანტი. დიახ. აი ეს რიცხვი დაასახელა ასე. კი ბატონო და მე ზუსტად წყაროზე არ მიმიწვდება ხელი, მაგრამ აი ბატონი დემურისგან ვიცი რომ 500,000 მიგრანტია შემოსული ქვეყანაში. კი ბატონო, საშინელება ის ციფრიც, რაზეც უკვე ხელი მიგვიწვდება, თორნიკე მე იმას აღნიშნავ, რომ 1,340,000 ქართველია ამჟამად საქართველოში. ეს მათი კვლევებითაა, რომელიც მაინც და მაინც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ვიცით ჩვენ კარგად არ არის დაფარული, რომელიც არა გაცხადნეს. ესენი ხშირად სპეკულირებენ, გეგა რომ აი ჩვენ აუშვათ ისტორიით, რაღაც ეროვნული კონსერვატორული რაღაც მიმართულებებით, ხო? აი ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს. დავით აღმაშენებელი მოყავთ ხო? თქვენ დალოცვილებო. დავით აღმაშენებელს წმინდა მეფეებს, ჩვენს გიორგი ბრწყინვალეს და საერთოდ ჩამოთვლა რომ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძირითადად ამ მეფესზე ფოკუსირდები ახლა ძირითადად. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? საკუთარი ჯიბის კეთილდღეობა მოიწვეს, საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფა როგორც კი მოიპოვეს, მაშინ შეუწყვიტეს ხარ კი ტარვალს მტერს, მაშინ შეუწყვიტეს სულთანს და ჩვენ დამპყრობელი ძალიან ბევრი ყავდა. აი როგორც თქვენ აკეთებთ და როგორც თქვენ მიგაჩნიათ, ეს კიდევ არ არის ის ასე ვთქვათ ჩახსნა, როგორც თქვენ გონიათ რომ ჩაიხსენით. ეს ადამიანები საკუთარ ბედნიერებას და საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას ხედავდნენ სწორედაც ქვეყნის კეთილდღეობაში. თანახმად თავისი მოძღვრისა, ვიცი ჩვენ წმინდა გიორგი ჭყონდიდელი თუ რაოდენ დიდი პეპიროვნება იყო მაშინ იმ ეპოქის საქართველოში აღზრდელი უფლისწულისა, ხომ დავით მომავალში უკვე დავით აღმაშენებლისა, რომელმაც დამოძღვრა თავისი შეგირდი, რომ აუცილებლად სულიერმა მამამ, რომ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ხალხსო. და რა თქმა უნდა დავითმა დაუბრუნა ღირსება. თიდან ბარში ჩამოიყვანა. მოაძლიერა მატერიალურად, მოაძლიერა ფიზიკურად, ბატონო. სიყვარულში განამტკიცა, ღვთისა და ერის სიყვარულში განამტკიცა თავის მოყვასი. დიახ, ეს იყო მისი სიმტკიცე სწორედაც. და ამის შემდეგ მოხდა ის, რომ შეუწყვიტეს ხარკი და ამან მოასწავა ჩვენი ყველა ბრძოლის მოგება და რა თქმა უნდა ის საღმრთო ომი რომ გამოგვიცხადეს, ასე ვთქვათ, და ღვთისშეწევნით და ასეთი დიდი მეფის ასე ვთქვათ გამოისობით ჩვენ ეს დიდგორი, ეს ძლევა ისაკვირველი აღვასრულეთ, დიახ. აი ამან განაპირობა სწორედად ჩვენი ეროვნული გმირული და ისტორიის ესეთი დიდი მრავალფურცლიანია ეს ჩვენი გმირული ისტორია და ამან მოასწავა სწორედად ჩვენი ასე ვთქვათ ევოლუცია ჩვენი სულიერებისა. მე სურს არ გამიგრძელდეს სიტყვა და უბრალოდ ამის შედარება გავაკეთე, იცით რომ ესენი თავიანთი ჯიბის სეგმენტით, თავიანთი ჯიბის გასქელებით და ოჯახური კეთილდღეობით კეთილდღეობას წარმოაჩენენ ქვეყნის კეთილდღეობა, თორნიკე. ეს ადამიანები თავიანთ პირად ბედნიერებას და ვაი ასეთ ბედნიერებას, როგორ შეიძლება ქვეყანა გაუბედურებული იყოს და შენ ბედნიერად იგრძნო თავი. მაგრამ კარგი დაუშვეთ. ესენი თავიანთ უზრუნველყოფას წარმოადგენენ, იცით? ქვეყნის უზრუნველყოფად. როცა აბსოლუტურად საპირისპიროთაა საქმე. აბსოლუტურად საპირისპიროა. აი რითი უნდა ახლა ამბობენ ხოლმე რომ ისა მათი ბელადი ხო არის ძალიან ქველმოქმედი და ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, ხო? ანუ საუბარია ივანიშვილზე. გასაგებია ბატონო.
ბევრი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და უფალმა შეუწიროს. უფალმა ისე შეუწიროს და იმდენად შეეწიოს, რომ ეხლა რა რელსებზეც იმყოფება, ეხლა რა თვალთახედვაც გააჩნია და რა სწორებაც და დამოკიდებულებაც თავისი ქვეყნის, რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მაგისტრალურად შეეცვალოს. ოდნავ კი არა და რაღაც მაგისტრალურად, კატეგორიულად შეეცვალოს. რამე თუ ის გზა, რომელსაც ის ადგას თავისი მონაშეგირდებითა თუ ფანატიკოსთა ჯგუფებით, ეს ქვეყნისათვისაა დამღუპველი, სწორედაც. აი ამას უსვავთ ჩვენ ყოველთვის ხაზს და ობიექტურობა არასდროს არ იკარგება აქ ობიექტივის ტელევიზიაში. ნებისმიერი იმპერატორი გავიხსენოთ, დაწყებული გავიცი რომ საიდან ადრიანე გინდა ტრაიანე, ჰეროდე თვითონ კონკრეტულად. აქეთ წამოვიდეთ თუ ნებისმიერი ჰიტლერი ყველას ბატონებო, ყველას კალიგულა თუ ყველას აქვს თავისი ასე ვთქვათ ქველმოქმედება ჩადენილი. შეიძლება ქველმოქმედება ჩაიდინო, მაგრამ ქველმოქმედი არ იყო. გესმით? აი ამაშია საქმე. რადგან დღეს იმდენად დასარევლიანდა გული და გონება და სული რომ ქველმოქმედება მზაკვრებისა და ფარისევლების თავშესაფარიც გახდა. აი ამას უსვამ სწორედაც ხაზს. მე ვერ მივესალმები ვერაზროს აი ეგრეთ წოდებულ მე თქვენს ენაზე ვიტყვი ივანიშვილს მიუმართავ აი ვიგოდნიკურ ფარის ასე ვთქვათ ქველმოქმედებას როგორი ვიგოდნიკურიც და ესეთი პირადი პრაგმატიზმითაც არ გამოირჩეოდა ბატონო აი ძალიან კარგად მინდა გაიგონონ მეოცნებებმაც თუნდაც ბადრი პატარკაციშვილი შორს რომ არ წავიდეთ ბადრი პატარკაციშვილი რომელიც მამულიშვილი ბატონო და შეეწირა კიდევაც ამ სიტუაციებს მაგრამ მისი ქველმოქმედება არ იყო შემდეგ ხმამომეცით და ჩემს პოლიტკონიუნქტურას დაექვემდებარეთ ეს ნარატივი და ეს ასე ვთქვათ ცენტრალური ხაზი არ ქონდა მას და არც სურვილი ქონდა შესაბამისი ასევე შემიძლია გავიხსენო კაცო დავით სარაჯიშვილი ცოტა უკან რო გადავიხებოთ რამხელა მეცენატი კაცი რომ არ არსებობდა სფერო რომ მას არ დაეფინანსებია და რა ჭირდებოდა მას პარლამენტში მოხვედრა საბჭოში მოხვედრა სადმე თუ რა ჭირდებოდა ეს ხომ სულიად უანგაროთ იყო გაღებული ჩემო თორნიკე მე მივესალმები ისეთ ქველმოქმედებას როცა მართლა ჭეშმარიტად ქველმოქმედი აკეთებს და ესეთი ქველმოქმედი როგორ შორს არ წავიდეთ ჩვენი 6 მეხუთისკაცი ვინ იყო მას არ შეეძლო მილიონერი გამختارიყო? რამხელა მილიონებით ქონებას პატრონობდა და ემსახურებოდა? ერთი ნივთით შეეძლო მილიონერი გამختارიყო. აქ შეიძლება არის ცოტა სხვა კუთხით ქველმოქმედება, მაგრამ თლიანად ერს გადაყვა ეს ადამიანი. და ამ ერის შვილები ვინც ავართ, თითოეული ჩვენთაგანზე აისახა მისი დიდი სიკეთე და მისი ღვაწლი და ამიტომაც არის 6 ღვთისკაცი. მე მივესალმები ცოტა შორს გავიხედოთ თუნდაც ბატონო ისტორია გვიყვარს ისტორია კი არ უყვართ კაცო ისტორიას თვითონ წერენ ეხლა ყავთ ამათ თავისი ჯიბის მწერლები ყავთ ამათ თავიანთი ისტორიკოს ფილოსოფოსები რომლებიც კარგად ვიცით ჩვენ რა პიარით არიან დაკავებული და რა ასე ვთქვათ აზრის მახინჯი აზრის კულტივაციას ახდენდნენ საზოგადოებაში ხო ეხლა ხან შათილიშვილმა გამოაქვეყნა კიდევ რაღაც ამაზე ისაუბრებთ რა თქმა უნდა მე მივესალმები გაბრიელ დაფანჩულს მე-19 საუკუნეა ხო მე-19 გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა მერჩულეს მიერ ძალიან კარგად არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია გაბრიელ დაფანჩული რომ არა ის წყინვალება და ლამის ედემს რომ დაამქوانا და აყვავა ტაუკლარჯეთი ესე არ მოხდებოდა ის გაშენება და აღშენება და გაშენება ტაძარ მონასტერთა ბატონო ჩემ აი ესაა ჭეშმარიტი ქველმოქმედება იოსებ არიმათიელს მივესალმები ან რა უფლება მაქვს არ მივესალმო აი ჭეშმარიტი რა თქმა უნდა ქველმოქმედიც და მართლა მზრუნველი ძალიან ბევრ ადამიანისათვის და ერისათვის და ასე შემდეგ მე არ დამისრულდება სიტყვა და ამიტომ მინდა რომ გადმოვიდე ესა თორნიკე თქვენთან და იქნება ის მცირე რაღაცა თქვენ გაქვთ ხოლმე კარგი ანალიზი და გისმენთ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს მოგახსენებთ იმ ძირითად სიახლეებს რომელიც დღეს განვითარდა მსოფლიოში დავიწყოთ საქართველოს საკითხით
ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების თემა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს საჰნკამ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან მოუწოდა ევროკავშირს დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი საქართველოსთან მიმართებით, რაც ნამდვილად საგანგაშოა. მისი თქმით, ესტონეთმა პერსონალური სანქციები უკვე მრავალ პირს დაუწესა, მათ შორის არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე სხვა თანამდებობის პირები. მაგრამ მისი თქმით, ახლა უფრო მასშტაბური ზომების მიღებაა საჭირო. ცნობისთვის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო ამ პროცესის დასაწყებად და მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის გაუქმების შეჩერების და სწორედ ეს მიზეზი უნდა იყოს რეჟიმის შეცვლის წინაპირობა. ანუ ფაქტობრივად ბალტიისპირეთის ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პოზიციები დაიცვან. რეალურად გათვლა არსებობდა იმისა და ამაზე თვითონ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე ლიდერმა მას პირადად სთხოვა საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ და ამ გზით ცდილობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ომის აცილებას. ანუ საქართველოს ჩაერთვებოდა ომში, ხოლო მათ ქვეყნებში იქნებოდა მშვიდობა. ეს არახალი თემა არის. თან ეს ეგზისტენციალიზმი მათთვის არის ფობია, ერთგვარი ფობიად ჩამოყალიბებული დამეთანხმებია. იმიტომ რომ ვიცით, რომ რუსეთის სამიზნეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც და პოლონეთიც. კი ბატონო. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საქართველოსთან მიმართებით. კასპარ ველტკამპმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობა შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მისი თქმით, ხელისუფლების გაუგებარი პოზიციების გამო საქართველოში აშკარაა უკუსვლა. ველტკამპის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი და საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის არჩევანს. მან ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა უწყვეტ პროცესს და აღნიშნა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნები სამართლიანია. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა მსოფლიო საზოგადოებისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტარიფები სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით და მათ შორის აღმოჩნდნენ საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი, კერძოდ შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ, ასევე 10%-იანი ტარიფი უწესდება დიდ ბრიტანეთს და ამაზე კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს დიდი ბრიტანეთი. თუმცა კი მორიგდებიან ბრიტანეთი და აღსანიშნავია, რომ ისე დიდ ქვეყანას, როგორიც არის ჩინეთი, 34%-იანი ტარიფი დაუწესდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 20%, ვიეტნამს 46%, ტაივანს 42%, რითაც ტაივანის მმართველი რგოლი შეშფოთებულია და არა მხოლოდ მმართველი რგოლი საზოგადოება. იაპონიას 24%-იანი ტარიფი დაუწესდა, ინდოეთს 26%, ისრაელს 17% და ასე შემდეგ. მარკო რუბიომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, მისი თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებით შეერთებული შტატები რჩება ნატოს რიგებში. მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს განვითარებაში წვლილი არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიტანოს და ეს წვლილი შეტანა არ უნდა იყოს მხოლოდ ლიტონის სიტყვა, არამედ სერიოზული ინვესტიციები უნდა განახორციელოს არა მხოლოდ შტატებმა, არამედ ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც. არ შეიძლება მისი თქმით, რომ ნატო დამოკიდებული იყოს მხოლოდ შეერთებული შტატების კეთილნებაზე და წყალობაზე, შესაბამისი ხარჯები უნდა გაიღონ სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც, კერძოდ ევროპულმა ქვეყნებმა. თუმცა მარკო რუბიო აცხადებს, რომ ტრამპი ურყევად დგას იმ პოზიციაზე, რომ შეერთებული შტატები რჩება ნატოში, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ უნდა ასე ვთქვათ მოახდინოს
ახალი ტრანსფორმაცია ნატოსი და აქსიოსის ბრძოლის უნარიან ანგარის გასაწევ ძალად. აი ეს სიახლეები იყო უცხოეთის სარბიელზე და მე მინდა გამოვეხმაურო ასევე ბატონმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ სამმა ახალგაზრდამ თბილისში, თუ არ ვშდები თბილისში, არა, მე მგონი რუსთავში, თუ არ ვშდები რუსთავში. თავი ჩამოიხრჩო ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ და ეს არის ნამდვილად საგანგაშო ფაქტი. მე უშუალოდ ეხა წყაროს ვერ დავასახელებ, უბრალოდ ეს გაჟღერებული იქნა ერთ-ერთ გადაცემაში. ეს არის საგანგაშო ფაქტი და თუ ხელისუფლება თუ არ ვშდები 2 დღისი. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და უნდა გაამკაცროს ნარკოპოლიტიკა, ვინაიდან ქვეყანაში ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანია და ასე ვთქვათ, უფრო მეტი ადამიანი ხდება ამ პროცესზე დამოკიდებული და აუცილებელია რომ გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა. კი ბატონო, თუ აი ეხლავე გეგა, თუ კონკრეტულად თქვენი სახარბიელო ელემენტი არაძევს ამ აღვირახსნილ ნარკოპოლიტიკაში. თუ აი ეს ტრაფიკი, ეს ასე ვთქვათ, გზა, მაგისტრალი იმის გამო არ ეთმობა, ამ ასე ვთქვათ, ნარკოტიკულ მიმოსვლას, ხო, მიმოქცევას, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კეთილ სურვილზე ან თქვენს დამოუკიდებლად ხდება რაიმე, მაშინ კონკრეტულად ეს განაცხადეთ და თუ რეალურად თქვენს ჯიბეებში ილექება, თქვენ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებთ მარტო აი იმ თქვენს დაანონსებულ აი ნარკოპოლიტიკის შესახებ იმ რეგულაციებს, რასაც რა ვიცი, ალბათ აწიც მიიღებთ რაღაცეებს. ამიტომ ერთი მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ იარაღად თუ იყენებთ, მე გეუბნებით, რომ მსოფლიო პოლიტიკაა ესეთი, რომ ნარკოტიკი გატარდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა და საზოგადოებრივი ჯგუფები დაიღუპნონ, რომ ინდოქტრინაცია ტვინებისა არაა საკმარისი, მოკვდინება უნდა მოხდეს ნარკოტიკული თრობის გამო და ამ პოლიტიკას თუ პოლიტიკურ იარაღად უნდა იქცეს მაინც და მაინც თქვენ ხელში ეს კანონშემოქმედებითობა ამ დიდ პოლიტიკას დაარტყით, ხო ხართ მაგარი კონსერვატორები, ხომ ზრუნავთ, ხო ღირსება მამული ენას არწმუნება, ამ დიდ პოლიტიკას დაარტყით ბატონო და მთლიერი გვერდში დაგიდგებათ. ბატონ გეგა, ბრძანეთ თქვენ ჭირება. შვიდობა მოგცეთ ღმერთო. დაგვამშვიდოს და დაგვალაგოს ღმერთმა ჩვენი არეული ქვეყანა და საზოგადოება ახლა ძალიან საინტერესოა ეს მიმდინარე მოვლენები და ღიმილის მომგვრელია ბოლო დროს გააქტიურებული ქართული ოცნების სხვადასხვა კუთხით პროპაგანდა აგიტაცია იქ დაუშვათ იგივე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესები აი ეს წთია წულუკიანმა რომ კომისია ჩამოაყალიბა თუ დანიშნეს კომისიის თავმჯდომარე და ესე იგი რასაც ჩვენ ახლა ეს წლებია ვითხოვდით და ესენი კოჰაბიტაციას თავს გვახოვებდა ახლა deep state-ის იმათ იძულებით აქტად მონათლეს რომ აიძულეს თურმე 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი რომ deep state-ის გავლენით უნდა კოჰაბიტაცია ეწარმოებინა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკაც ახლა რაზეც საუბარი იყო ეს deep state-ის შემოქმედება ყოფილა და ნუ აი კახე ყალაძე გვეუბნება რომ 3 წელიაო ჩვენ უკვე deep state-თან ბრძოლა გამოვაცხადეთ და ველოდები დონალდ ტრამპისგან მადლობის გადახდას, ანუ ქართული ოცნება ტრამპის მადლობას ელის, რომ ესე იგი deep state-თან ბრძოლაში არიან პიონერები თურმე და აი მე მინდა იფიქროს ქართულმა ხალხმა და ამომრჩეველმა იმაზე, რომ აი 3 წელიო გეგა? ხო, 3 წლის განმავლობაში 3 წლის წინ არაფერი მსგავსი არ უთქვა. ბატონი შათიდიშვილის განცხადებებსაც მოვკარი ყური და კიდე სხვა ესეთი პროპაგანდისტების, რომ ესე იგი ვინც საუბრობენ, რომ თურმე ესე იგი ტრამპი ძალიან შესუსტდა deep state-თან ბრძოლაში და უნდათ რომ ეს ტრამპის ფიგურა წარმოაჩინონ როგორც ამ გლობალური პოლიტიკისგან და ამ გლობალური უღმერთო ფორმაციებისაგან და ამ ნიაღურისაგან რაც დედამიწაზე მიედინება ვიღაცებს უნდათ რომ თუნდაც ტრამპი გამიჯნონ და ეს ახლა ჩვენ თუ თავის მოტყვევით ხშირად ციტირებ ხოლმე ლაუძის სიტყვებს უწოდეს სნეულება და გაგეცლება სნეულება და თუ დიაგნოზებსაც კი არ ვსვამთ სწორად და თავის მოტყუების რეჟიმში თუ გვინდა
მინდა ცხოვრება, მაშინ ახლავე შევეგუოთ სრულ კოლაფსსა და კრახს და ფიასკოს. ვერასდროს ქართველიერი ვერ განვითარდება და ვერანაირ წინ ნაბიჯებს ვერ გადადგავს, თუ ძირშივე ჩვენ არ დავსვით სწორი აქცენტები და არ შევაფასეთ მოვლენები ისე, როგორც ის არის და მოვლენები ვითარდება ასე, რომ დედამიწა დღეს ორად იყოფა და უწმინდესმაც თქვა, რომ თხები და ცხვრები განიყოფაო და მარჯვნივ და მარცხნივ აყენებს უფალი თავის სამწყსოსო და დღეს რა ხდება ჩვენ კაცობრიობა რა ჩიხში შედის, რა უფსკრულის წინაშე ვიმყოფებით, რომ მართლა გლობალიზაციისა და ანტიქრისტეს გამეფების და მეუფების დადგინების პროცესში ვარ და დღეს ვიღაცეებს, რომლებიც კეკლუცობენ ტელეეკრანებთან და საერთაშორისო განათლება რაღაცა ძალიან ის დიდი მიღწევა გონიათ და კლავიატურაზე თამაშით რომ უნდა თავი მოიწონონ და ტელეეკრანებთან რომ ჭერმეტყველებენ და რომ მე გველაპარაკებიან მაღალი ფრთიანი ლოზუნგებით სინამდვილეში აი ესეთი ხალხი ძილში ამყოფენ მრევლს და ერს და ის სასულიერო პირებიც მათ რიგებში არიან როგორც მამა პაისი მთაწმინდელი ამბობს რომ უღიმღამო სასულიერო დასი ძილში ამყოფებს მრევლს აი სწორედ ისინი რომლებიც არ ამხილებენ ამ უღმერთო სისტემას და იმ ბოროტებას რის წინაშე დღევანდელი კაცობრიობა იმყოფება ეს არის ის ანტიქრისტეს გამეფების წინა პერიოდი ის უსჯულოების საიდუმლოს აღსრულების ბოლო პროცესი რის წინაშე დგას დღევანდელი კაცობრიობა და სწორედ ახლა და აი ამ ურთულეს მდგომარეობაში არის საჭირო განსაკუთრებული მობილიზება, განსაკუთრებით მეტი ლოცვა, განსაკუთრებით მეტი აღამსარებლობა და დამოწმება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენ ერმა უნდა მოახდინოთ დიდი სულიერი ეროვნულ-სარწმუნოებრივი კონსოლიდაციითა და გაერთიანებით და ჩვენ ერმა უნდა დაამოწმოს ქრისტე და როგორ მოხდება ეს Facebook-ზე წერით და იმისია ამინ რო წერია ხოლმე იქ კომენტარებში ასე ჩვენ ვერ შევძლებთ ერთობას და ღვთისმსათნო ცხოვრებას ჩვენ უნდა განვახორციელოთ ქმედითი ნაბიჯები იმისათვის რომ დავამოწმოთ ჭეშმარიტება და ამას მხოლოდ და მხოლოდ შევძლებთ თუ შევძლებთ ერთსულოვნებას გვეყარება ერთმანეთი ურთიერთ თანადგომით ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით თუ ჩვენ შევძლებთ რომ გავიდეთ ფონს და გოლგოთაზე ავიტანოთ მართლა ეს ჯვარი რომ როგორც აი ცხონებული ჩვენი ზვიად გამსახურდია იტყოდა რომ ეს არის ჯვარცმის გზა და გარდაუვალი აღდგომის აი თანა ჯვარმცმელები უნდა გავხდეთ ქრისტესი აი ამ ბოლო აპოსტასიის პერიოდში და აი ამ თავის მოტყუებებით და ამ კეკლუცობით და აი ამ რაღაცა ილუზიების შექმნით და პოპულისტური манипуляციებით რომ ვიღაცეებს უნდათ აქ მანდატები მოიპოვონ და ხან კონსერვატორები ხდებიან, ხან ლიბერალები ხდებიან, ხან ნავში გადასხდებიან, ხან ახეთ გადმოსხდებიან და ამით ცდილობენ შექმნან ის ილუზია, რომ დააბოლონ ხალხი, რომ შეიყვანონ შეცდომაში, რომ ამყოფონ ძილში და სიცრუეში და ტყუილში. სინამდვილეში ჩვენ თავის მოტყუების რეჟიმში სულების წაწმენდის გზაზე ვდგავართ და ღვთის წინაშე არც ერთი ჩვენი სიტყვა და ფიქრი გულისთქმაც კი არ იკარგება და ღმერთი ჩვენ აუცილებლად პასუხს მოგკითხავს იმის გამო რომ აი ესე ვიქნებით პოპულისტები ასე ვიქნებით სიცრუეში ფარისევლობაში და არ გვექნება გააზრება იმისა თუ აი მიღა რომ გამოდიან ესენი რა ქვია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მე რუსეთუმეებს აქეთ რომ გვიწოდებენ ეროვნულ ფლანგს და კონსერვატიულ ძალებს პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ გაერთიანებული ეს ერთობა რომელიც ვიღაცებს ძალიან უნდათ რომ რუსულ ნარატივებად შეგვირაცხონ ჩვენი გამოთქმები მე მინდა შევახსენო ქართული ოცნების ამორჩეველსაც და ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველსაც დემურ ალასანიასთან მიხეილ სააკაშვილის თავისი ბიძის კაკებეშნიკი ბიძის ტელეჩანაწერები მოისმინეთ სადაც დედასაგინებენ ქართველებს და იმათ რა ქვია ავადმყოფერად მოიხსენიებენ ქართულ ხალხს. ვინ გასა ამაზე? დღეს სანატორიუმშია სააკაშვილი და იქიდან რაღაც Facebook პოსტებს და გამოსვლებს რო აკეთებს. ამაზე ამ წლების განმავლობაში აი კოჰაბიტირებულ იმაში რო ვიყავით, რა ქვია, ილუზიაში და მატრიცაში, მაშინ რატომ არ ეცემოდა პასუხი და რატომ ამდენი წლის განმავლობაში სააკაშვილმა რო მოიარა და ხან ოდესის გუბერნატორი იყო და ხან უკრაინის მთავარსარდალი. რატო მაშინ არ გაეცემოდა ამაზე პასუხი? 2004 წელს, ჯერ კიდევ 2004 წელს ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან პარტიზანულ რაზმებს იჭერდა მიხეილ სააკაშვილი ცნობილი ამბავია ესა და უგზავნიდა იქ პუტინს საჩუქრად და ამით ცდილობდა რუსეთის გულის მოგებად კოდორის ხეობა ემზარკვიციანთან რომ მივიდა ეხა ის ლაწირაკი და ენას რო უტლიკინებდა ემზარკვიციანი და მისი ოჯახი არის მოწამეობრივი ოჯახი და ემზარკვიციანმა და მისმა ოჯახმა მართლა თავისი სისხლით და თავისი ოფლით შეინახეს ის კოდორის ხეობა და მართლა ბრძოლით
და მართლა მუხლჩაუხრელად იქამდე იდგნენ, სანამ ამ სააკაშვილმა მერე ბოლოს იქ არ მოაწყო ის სამარცხვინო ოპერაცია, რაც ჩაატარა და ნორაკვიციანს რა დღე აყარეს კიდე და როგორ შეეწირა ეს ადამიანი სამშობლოს ყველამ კარგად ცოდეს და არავის არ აქვს უფლება რომ ემზარ კვიციანს ელაპარაკოს ესე წაგდებული ენით და ის ეტლიკინოს ვიღაცა ტევ პირველი ჟურნალისტები. აი ამის თქმა მინდოდა მე გაიხარე გეგა, რა თქმა უნდა არ არსებობს როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოს ადამიანი. უბრალოდ მინდა ძალიან მოკლედ თქვა ერთი რამ რა. შევარდნაძემ 95-ში ბევრ უბედურებასთან ერთად, უბედურებათა კასკადთან ერთად თორნიკე გარდა იმისა რომ რეფერენდუმის უფლება გაუქმა კონსტიტუციიდან ამოიღო ხო ქართულ კაცს ქართულ ერს გაუქმა ეს უფლება მანამდე ტრიბუნალი სამხედრო ტრიბუნალი და სამხედრო პროკურატურა გააუქმა ეხლა რეალურად ეს გამოძიება რაც მიდის ფსევდოს დავარქვე ხო რაღაც გამოძიების მსგავსი ვერანაირად ვერ შეძლებს ვერავინ და მით უფრო ესენი ხო ეხლა ვერც წულუკიანი და ის რაღაცა ჟანდარმერიის სახით მსხდომი ადამიანები იქ მის გვერდში რო ბრძანდებიან რომ ან სამხედრო პროკურორობა შეძლონ და ჩაენაცვლონ ან რაღაც ტრიბუნალის მსგავსი მოაწყონ ეს წარმოუდგენელია და ამასთანავე დავამატებ რომ იცით რა ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენი ასე ვთქვათ ინფორმაციები მოდის და ეს ხელის გულზეა ეს მოგონილი არ არის რომ ხალხს როგორც ძველი რეჟიმი სწორად ბრძანებს გეგა ეს არის სრული მემკვიდრეობა თქვენი სულიერ ზნეობრივ პლანში რომ გაუპატიურებით ემუქრებიან იქ რამოდენიმეს მამაკაცებს იქ ქალბატონებს და არა მხოლოდ რა აშიშვლებენ იცით აშიშვლებენ და იქ რაღაც 300 ცინიკური სრულიად ღირსება აყრილი და ღირსების შემლახველი ქმედებები ხდება იქ ბუქნაობა და ასე შემდეგ კანონში ბატონებო რაც ჩაწერთ ეს კი არაა მთავარი აი ეს კანონს რომელი ხელი წერს რომელი გულით და რომელი ნააზრევით შემთხვევით ის ხელი ხომ არ აწერს რომელი ხელიც გასურილია წინა ხელისუფლებასთან ასე ვთქვათ ტანდემში რადგან მაგდროსაც ხელისუფლებაში იყო და თქვენ შეიტკბეთ ამიტომ გეუბნებით აი დავასრულებ გეგა რეალურად ეს არის ძალიან მანიაკალური ჩვენი ქვეყნის აი მართლაც ზნედაცემული ერთ-ერთი გამოვლინება ის მონელებად ისიც არ ყოფნის რომ სასოფლიო საზოგადოებას რა თქმა უნდა მათი კულტივაცია და პროექტი დიდი იყო აქ მაგრამ სოფლიო საზოგადოებას ვამცნეთ რომ აქ ჩვენ კასრები ქონდა ბატონო რომ აქ სამზარეულოში და საძინებლებში ეს წინა მანიაკალური რეჟიმი რას იღებდა და რა უბედურებებსაც ატრიალებდა ეს ძალიან კარგად ვიცით სულ ყველამ ხო ამიტომ აი გეუბნებით რომ თუ გიყვართ მეოცნებეებო და მართლა ფან კლუბის წევრი ხართ აი დღევანდელი რეჟიმის ჩვენთვის ეს რეჟიმია ჩვენთვის ეს სრული მემკვიდრეობაა წინა რეჟიმისა და იდენტიფიცირებულია ძალზედ ბევრ რამეში მოყვარეს პირში უძრახი არ გაგიგიათ რეალურად დათურ სამსახურს რატომ უწევთ აი ობიექტურობა როგორ უნდა დაკარგოთ აი საერთოდ ექნება კრიტიკული ანალიზის გარეშე კრიტიკის გარეშე როცა არ აკრიტიკებ რას ამბობთ ამით რომ უნივერსალები არიან ასე რამ დაგაბრმავათ ასე რა დაგმართათ მართლა მამამან თქვენმან სეთურმა რა ხელოვნებას აქვს ფასი თქვენსას რა მწერლობას რა ლექს რა მეცნიერება უჩია ყოველივე ძალიან მიუღებელია ახლა ამ ყველა დღეს ვისაც პროტესტი აქვს და დღეს წინააღუდგება ამ რეჟიმს და აი ამ უბედურებას რაშიც ახლა ჩვენ ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა გავხვია იალიყების მიწებება პროევროპელებად გამოცხადება ნაციონალებად გამოცხადება ასე ჯგუფება დაყოფა სტიგმატიზაცია ეს ყველაფერი არის რეჟიმის ბრძოლის ინსტრუმენტი ეხლა აი ხალხმა დაანონსა იქ დაჭერილი ახალგაზრდების ოჯახებმა დაანონსეს რომ ჩვენო 8 აპრილს ვიკრიბებითო და გამოდივართო ხო ეხლა სალომე ზურაბიშვილმა რომ იქ რას იგლაპარაკა რომ სრული იდიოტიზმი და კრახი იყო
მაგაზე ყველა ვთანხმდები და ორი აზრი მაგაზე არ არის, მაგრამ ამ პროტესტში და ამ მუხტში და ამ გამოსვლებში, აი ამ ხალხის წინააღმდეგობაში ერთი ხელის მოსმით ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ეს დიდი დანაშაულია. არავის არ აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი უამრავი ადამიანი გამოდის. დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა საქართველოში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ეს რეჟიმი და ეს სისტემა აღარ მართავდეს საქართველოს და არ შეიძლება ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ივანიშვილის კლანჭებიდან დაიხსნას საქართველო და აღარ იყოს აი ამ მატრიცაში საქართველო, ყველას გაიგივება ნაციონალთან, რაღაც დასავლეთის აგენტთან და კიდევ უფრო ცუდი თუ ვიღაცას LGBT იმასთან აიგივება პრაიდთან. ეს არის შეურაცხმყოფელი, დაუშვებელი, ცილის მწამებლური, ეს არის დიდი ცოდვა ღვთისა და ადამიანის დაუშვებელია ესეთი დამოკიდებულებები. დღეს ვართ დიდ კრიზისში და მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაცია, დიდი სახალხო ერთობა შეძლებს რომ ეს პროცესი გადატეხოს. მართა ბრძანებით ბატონო ჩემო, თორნიკე დაამატებდით რა თქმა უნდა. ნიჰილიზმის დრო უნდა დასრულდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივეცეთ ნიჰილიზმს, უარყოთ ყველაფერი, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოება უშვებს ხოლმე. საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ერთი საერთო მიზნის გარშემო, ეს არის ეროვნული სახელმწიფო, ეროვნულ-ქრისტიანული საფუძვლები სახელმწიფოს მოწყობისა, უნდა იყოს მთავარი ორიენტირი ქართული საზოგადოების და ქრისტიანული საფუძვლები ბუნებრივია გულისხმობს ყველას, ასე ვთქვათ, პატივისცემას ასაკვირველია და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანების ქვეყანა. და ყველა იცხოვრებს, მაგრამ მხოლოდ დამშვიდობებისათვის ტექნიკურ ჯგუფს ავთხოვ. მხოლოდ დამშვიდობებისათვის, ბოლო სიტყვებისათვის, წუთნახევარი თუ შეიძლება თქვენ. იმის თქმა მსურს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ ნიჰილიზმს და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ცხოვრება მოცემულია ბრძოლისთვის და აი ხშირად ამბობს ხოლმე ლევან ჩაჩუა, ხშირად მოყავს ხოლმე ეს მაგალითი, ბრძოლა გრძელდება ცხოვრების უკანასკნელ დღემდე, სასუფეველის დამკვიდრებამდე. კი ბატონო, კეთილი. ჩვენ არ ვიცი დაგვემატა თუ არა დრო, მაგრამ კონკრეტულად მინდა ძალიან მოკლედ თქვა, ეხლა დღევანდელ დღეს ესე ტემპერატურა აწეული, აი ესე თამასა რომ აწიეს რაღაცა ხელოვნურად ყურით მოთრეული რაღაცეების და ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს რომ გავს, ესაა სწორედ რა, რომ აი დაუშვათ ომი ვინ დაიწყო. ბატონებო, თელმა მსოფლიო საზოგადოება მიცის. ომი ვინ დაიწყო და რა თუ ომის დაწყებაზეა საუბარი ბორის გოდუნოვთან დაკავშირებითაც გეტყვით და საერთოდ რუსეთის როგორც კი შედგა ურთიერთობა საქართველოსთან აი რა სიცრუეზე რა ღალატზე რა მრისხანებაზე რა აგრესიაზე იყო ალბათ ერთი დღე და ღამე არ მეყოფა არ გვეყოფა მაგრამ რეალურად დღეს ეს საუბარი არც წონადია არც აქტუალურია არც სახელმწიფოებრივია ბატონებო, თორე რა თქმა უნდა, ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო ის რეჟიმი და წავიდა კიდევაც, ეს არ ახალია, რომ მოღალატეობრივად ბევრი რამ მათ რუსეთის მხარეს ჩააბარეს. ასე რომ გემშვიდობებით უკეთესი მომავლის იმედით და ღამე მშვიდობისა გქონოდეთ, ჩემო კარგებო. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი ქვეყანა და დაგვამშვიდოს. ამინ. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა.